დღეს არის რაღაც ფანტასტიკური ადამიანური და სამოქალაქო სოლიდარობის გამოვლენა ერთმანეთის მიმართ. დღეს ყველა პირველ რიგში ცვლილება დავიწყეთ საკუთარ თავში, რომ აღარ შეურიგდებით უსამართლობას. კამპანია იწყება დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით და დაგვირგვინდება, დამთავრდება გამარჯვებით ოქტომბრის არჩევნებში და პარლამენტში მოვა აი ამ ხალხის უმრავლესობა. აღარ იქნება ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა ქვეყანაში, იქნება სამართლიანობა. აი ასეთი ატკინება, ასეთი სიხარული, ასეთი სახეები, წმენდის და მომავლის შემცველი სახეებზე ჩემი თბილისელების გარდა. მე დიდი ხანი აღარ მინახავს და ძალიან მიხარია, რომ ხედავ შევსწრებ იმედ მოცემულ და ის დამაგ თბილისელებს, იმიტომ რომ ამდენი ხანი რაღაც დაჩაგრული და თითქოს დამონებული იყო ეს ხალხი, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა უკვე როგორც ჩანს ფიზდება. საქართველოს ერთ მუშტად უნდა შეიკრას იმისთვის, რომ ქართული გენი, ქართული სული და საქართველოს ისტორია გადარჩეს. დღეს თბილისი ძალიან ხმამაღლა გამოუცხადებს პროტესტს მიხეილ სააკაშვილს. ყველაფერი იმისთვის, რაც ამ 8 წლის განმავლობაში ხდებოდა და იმისთვისაც, რასაც ოქტომბრის შემდეგ აკეთებს. იმისთვისაც, რომ მან ფაქტურად ბრძოლა გამოუცხადა დედაქალაქს და ცდილობს თბილისის დაკნინებას მუდმივად. შეუძლებელია, რომ თბილისელებმა ამაზე ძალიან აქტიური პასუხი არ გასცენ მიხეილ სააკაშვილს. მარჯვენა მარცხენა